რა საჭიროებები აქვთ ყველაზე მეტად ახალგაზრდებს გორში და რის მოგვარებას ისურვებდნენ ისინი იმისთვის, რომ ქალაქიდან ახალგაზრდების გადინება შეჩერდეს. ეს კითხვები თრიალეთმა გორში რიგით მოქალაქეებს დაუსვა. გამოკითხულთა მოსაზრებები არაერთგვაროვანია, თუმცა მათი დიდი ნაწილი ამბობს, რომ გორის ეკონომიკა ვერ სთავაზობს ახალგაზრდებს სტაბილურ სამსახურს. კერძო სექტორში ადგილები ცოტაა, ხოლო სახელმწიფო სექტორში მოწყობა რთულია. ახალგაზრდები ხშირად ან სწავლას, ან თავად ქალაქს ტოვებენ. მათივე თქმით, არ არის მუდმივი და მოქმედი კულტურული ცენტრები ახალგაზრდებისთვის სივრცე, სადაც თავისუფალ დროს ნაყოფიერად გაატარებენ. რა თქმა უნდა იყოს სამუშაოები, რომ ახალგაზრდები იყვნენ დასაქმებულები და რა ვიცი, კარგი პერსპექტივა იმისა, რომ წინსვლა ჰქონდეთ ამან. ამის შესაძლებლობა ამ ეტაპზე არის გორში? რავი, მეტნაკლებად. არანაირი პერსპექტივა არ არის ჩემი აზრით. თქოს ყველაფერს ნელ-ნელა აკეთებენ და უკეთესობისკენ იცვლება. ადრე უფრო არ იყო ხოლმე საშუალება და ახლა არის რა. რავი, განათლების შესაძლებლობაც არის ახლა მე პირადად არ ვემდური. საქმება, სამუშაოები და არ არის ისეთი პირობები, რომ სამუშაო იშოვოს ახალგაზრდამ. იგივე სტუდენტზე მორგებული ალბათ, ხო? კი. არ არის სამუშაოები, სადაც იმუშაოებენ ახალგაზრდები. უჭირთ აქ მუშაობის დაწყება. სწავლისთვის დიდი ხელშეწყობა უნდა. კმაყოფილები ვართ, რომ სკოლაში ყველანაირი აგერმე ბებია ვარ და დამყავს სკოლაში. წიგნები აბსოლუტურად ყველაფრით უზრუნველყოფენ. მთლად ისეც არა ვართ მიტოვებული, რომ აი რა არის და არავინ არ ვიყურებს, მასე არა ვარ. მაგრამ რა თქმა უნდა უკეთესი მომავლის სწავლისთვის და სათანადო მომავალი მივცეთ მინდა რომ საზღვარგარეთ აღარ წავიდნენ ჩვენი შვილები, რაც ჩვენ მთელი წლები გვენატრებოდა ჩვენი ბავშვები. ჩემი აზრით უფრო მეტი გასართობი ადგილი სჭირდებათ და ალბათ შემეცნებითი ადგილებიც საჭიროა, რა თქმა უნდა. ახალგაზრდისთვის მაინც მე თუ მკითხავთ, მთავარი გახლავთ, რომ დაღლილი დღის შემდეგ გაერთოს და მეგობრებთან ერთად ისიამოვნოს. სხვა ისეთი არაფერი. რესტორნებია დიახ, მაგრამ ძირითადი მაინც გახლავთ ესე ჯგუფებში სეირნობა და ისეთ სხვა არაფერი არ არის ჩემის აზრით, რომ კარგა გაერთოს ახალგაზრდა. შეწყობა უნდათ ბევრი გასართობი ადგილები, ნუ ისეთი, რომ იყოს ნაყოფიერი გასართობი, ისეთი შემეცნებითი. მართლა არაფერი არ არის ჩვენს ქალაქში ესეთი, არის რაღაც პატარ-პატარები, მაგრამ აი უფრო ისე, რომ ყველას მიუწვდო. მართლა აკლიათ, მართლა. ჩემი ბავშვობიდან მოყოლებული, აი ასე და ასე თუ იქნება ძალიან კარგი იქნება. ვიცით რა, მე თვითონ ჩამოვდივარ ახლა რომ ნიქოში ავიდე და რა მნიშვნელობა გორი იქნება თუ თბილისი იქნება ახალგაზრდებს მაქსიმალური ხელშეწყობა უნდათ სწავლაზე, საერთო საცხოვრებაზე. მე საერთოდ ვერ გებულობ, როგორც სწავლობენ ეს სტუდენტები, როცა საცხოვრისი ძალიან ძვირია და არანაირი ის არ არის. აი ეს არის ჩემი ყველაზე დიდი კრიტიკა.